ქართული ოცნების დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. თარიღთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს. 2012 წლის 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ ქართული ოცნების პირობებში საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს. ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა. ვკითხულობთ ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. სადაც ასევე ნათქვამია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან უწყვეტი მშვიდობა ქართულმა ოცნებამ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში შეინარჩუნა. ამავე განცხადებაში ქართული ოცნების პოლიტსაბჭო კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზადყოფნას, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდეს. საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ პროგრესს სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მიაღწია. სწორედ 2012 წლის შემდეგ მოაწერა ხელი ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ქართული ოცნების ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს. მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს, აღნიშნულია განცხადებაში. ქართული ოცნების ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან უწყვეტი მშვიდობა ქართულმა ოცნებამ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში შეინარჩუნა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული იყო გასული 3 წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის პირდაპირი საფრთხე შეიქმნა. თუმცა უმძიმესი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება. საზოგადოება კი ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა და შანტაჟი, ვერავითარი სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს ქართული ოცნების ხელისუფლებას საქართველოს ომის ქარცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენ ქვეყანას განადგურებას მოუტანდა. საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ პროგრესს სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მიაღწია. სწორედ 2012 წლის შემდეგ მოაწერა ხელი ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ბრძოლით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსიც, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებს და მათი კარნახით მოქმედ ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად ჰქონდათ მოაზრებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია დღესაც საქართველოს შანტაჟითა და ხელისუფლებაში არადემოკრატიული ძალების დაბრუნების მცდელობით არის დაკავებული, საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება და საქართველოს 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ დროისთვის ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატიაც ღირსეული, დამოუკიდებელი და ევროკავშირისა და ევროპის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ელიტით ჩანაცვლდება. მიუხედავად ძალიან დიდი წინააღმდეგობისა, საქართველოს სუვერენული მართვის ბერკეტები შეინარჩუნა, მშვიდობა შეინარჩუნა და განვითარება, ეკონომიკური განვითარება, საგარეო პოლიტიკური მიმართულებით სერიოზულია ჯერ კიდევ შეტევა საქართველოზე, სერიოზულია შეტევა იმდენად, რამდენადაც ყველას უნდა ფლობდეს საქართველოში მართვის გასაღებს, ყველას უნდა რომ ყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ცალფეხზე მდგომი და ყურმოჭრილი ემსახურება, მაგრამ ეს ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენი მიზანი არის გადავარჩინოთ ქვეყანა ოკუპაციას, გავაერთიანოთ ტერიტორიები და რასაკვირველია აი ამ პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რომელიც საწყისია ყველაფრისა, რასაც განვითარება მოსდევს.